მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ბლიც ინტერვიუ, მე დღეს სტუმრად ვიმყოფები ბატონ მურაზ მურვანიძესთან. ბატონ მურაზ, მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა მინდა გითხრათ, რომ დაგვრთანხდით, გამონახეთ დრო და სულ ცოტა დრო მაინც დაგვითმეთ ჩვენი მაყურებლისთვის. ეს მოგესალმებით, მივესალმები ჩემ მაყურებელს, ჩემ მემამულეებს და ნებისმიერ კითხვაზე შემიძლია პასუხიც გაცემა, იმიტომ რომ ჩემი საკუთარი საიდუმლო არ გამაჩნია. ისეთი სტილით ცხოვრობ და ისევ ცხოვრობ, რომ არ გამაჩნია. ამიტომ ყველაფერი შეგიძლიათ გკითხოთ და სხვის საიდუმლოს ვერ გავამდოთ. ამდენად ის არის დამარხული მარტო ჩემში. მოდით დავიწყოთ მაინც კიდევ ერთხელ უთხრათ იმ მაყურებელს, ვინც არ იცის მაინც ოჯახით დავიწყოთ. ვინ არიან ისინი? ოჯახი როგორ გითხრათ, ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ გადასარევი შვილები მყავს, 3 ქალიშვილი, თეა, ნატო და ანუკა. ყველა კარგები არიან, ძალიან კარგები არიან. და იქ მაყოფილი ვარ, ერთით არ ვიყავი მაყოფილი, იმიტომ რომ ბიჭი არ გაჩნდა, მარტო 3 გოგო მყავს და ამიტომ შევეცადე და მაინც დავიკმაყოფილი რაღაც თავი, იმიტომ რომ ბომბორა შევქმნი და ეს ჩემი შვილია, ბიჭი მყავს. ხო, იმდენად შეეშინდათ ჩემი რომ ესე დარდობდი რომ ბიჭი არ ამყავს, რომ 3-ვე დაიძაბა და თითო ბიჭი მაჩუკეს. აი რომ არა თქვენი პროფესია, ის რომ არ ყოფილიყავით ამ პროფესიის. აი ვინ შეიძლებოდა რომ ყოფილიყავით? აი კიდევ რას აირჩევდით? ალბათ იცით რა, ზარმაცი რო არ ყოფილიყავი, ალბათ მუსიკოსი ვიქნებოდი. ან უპირველეს ყოვლისა ჯერ გამომგონებელი ვიყავი. მერე და ჩემი მუსიკის მასწავლებელი იყო საკმაოდ განთქმული და ამდენად არ მოვინდომე მე თვითონ. არ მოვინდომე. ძალიან წმინდა სახში, მაგრამ მე გამომგონებელი უმეტესწილად, ესე იგი რაღაცებს ვიგონებდი, მაშინ ისეთ რთული დრო იყო და სათამაშოებს ჩემთვის ვაკეთებდი და ჩემი მეგობრებისთვის, რაღაც მატარებლებს, თვითმფრინავებს და თვითმფრინავებზე ვიყავი გადასული და ბოლოს ძალიან მინდოდა რომ ავიაკონსტრუქტორი გამხდარიყავი. ბუნებით ოპტიმისტი ბრძანდებით? ბუნებით ოპტიმისტი რასკვირია. ყველაზე დიდი სიხარული თქვენ ცხოვრებაში, აი რა იყო ეს თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ? იცით, ყველაზე დიდი სიხარული ალბათ შვილიშვილების გაჩენა. ალბათ. რა იყო ყველაზე დიდი ტკივილის მწუხარება, რომელიც აი განსაკუთრებულად ატარებდით ან ატარებთ? უპირველეს ყოვლისა, მამა ჩემი დაიღუპა, 3 წლის ვიყავი მაშინ სევასტოპოლში. სადღაც არ ვიცი და ვიპოვე არის ადგილი, სადაც ქართველებიც არიან, რაღაცა კავკასიელები ყველაფერი და ნუ არ წამოვიღე პეშით მიწა და დედამის დავაყარე და ეგ იყო და ეგ ნუ რასკვირია, მაგრამ მამა ჩემის 3 წლის ვიყავი და მაშინ მამა ჩემის 4-ის და არ განიცდია ესე რომ წავიდა და წავიდა არ არის, მაგრამ როცა მოვიდა ის აქია ქაღალდი მისი დაღუპვის შესახებ რომ მოიტანეს და დედა ჩემი რომ დაეცა და კინამ გარდაიცვალა, აი იმის შემდეგ მე ავად გავხდი და მოქმედა ძალიან და დიდხანს ვიყავი სხვა შორის ავად. იცით, თქვენ უდიდეს თეატრებში გემუშავეათ და სხვა შორის ეს ჩვენი ტრაგედია ესეთი. მოდით მე წამყვანი ვარ და თამამად ვიტყვი ამას, მოდით ვიტყვი რომ მაქვს ამის უფლება. გაუნათლებელი ხალხი ვართ, გაუგებარი, იმიტომ რომ არსებობთ თქვენ და აი ესეთი ადამიანი, როგორ შეიძლება რომ ამ წუთში დაკავებული არ იყოს, მსოფლიოს წამყვან თეატრებში გიმუშავეათ. ეხლა იცით, ის არის მე გავაკეთე პატარა ექსკურს გავაკეთე ქანდაკება. მიუძღვენი რამაზ ბლუაშვილია, ჩემი მეგობარი, რომელიც დაკავშირებულია NASA-სთან, მეგობრობს მათთან და ესეთი იდეა დაებადა, რომ იქნება იუბილეი უნდა ყოფილიყო და ეხლაც იქნება იუბილეი 45 წლის გახდება ის აქვია ჩაგრულო რომ წავიდა ვოიაჯერით. და ამას მიუძღვენი ქანდაკება, მაშინ როცა 40 წლის გახდა, მაშინ 5 წლის ამბავი. და ნუ რასკვირელი არავინ არ აიღო ეს რაღაც ცდელობა იყო თითქოს რომ აქ ვეჩუკებინა ეს თავრობას, ჩვენ თავრობას ეჩუკებია, არ ზდებოდა ძვირი, არაფერი არ ზდებოდა ისეთი. სამაგიეროდ დაიძნებოდა იქ ამერიკელებმა თქვეს ახალხი ყოფილხართ ეს ქართველებიო 29 ისენი ნაწარმოები გაუშვით, არც ერთ ქვეყანას არ უთქვია ჩვენთვის მადლობაო და ჩვენ კიდე აღნიშნეთ ეს. უკან კარგი ეს პოლიტიკური აქტიც იყო, ხომ სწორია რა. ხო და ნუ
იმან დაიწყო, მე ის წავიდა იმას არ გადასცა, რომ ესეთი იდეა არსებობს, იმიტომ რომ თვითონ არ აკეთებდა, ის არ აიღებდა, იმიტომ რომ მისი იდეა არ იყო და ამიტომ როგორ გავაკეთო ეგ, იმიტომ რომ იმან თქვა. ნუ რო ჩვენი ამბები რა პროვინცია ხომ იცით და ჩაიშალა ესეთი ლამაზი საქმეა. ხო და ნუ ეხლა მე გავაკეთე რაღაც და ალბათ ვაჩუქებთ საელჩოს იქ დაიდგება. პირველი შემოთავაზება თუ გახსოვთ, აი რა იყო ეს, აი როგორ გაიხსენებ? აქ სტუდენტი რო ვიყავი, მაშინ იყო რომ კონსერვატორიიდან და ესეთი დააწესე ძალიან კარგი ის იყო საკურსოდ კი სადიპლომო ნამუშევრებს გავდა რეჟისორი თეატრალური ინსტიტუტიდან, კონსერვატორიიდან უნდა ყოფილიყო კომპოზიტორი და მხატვარი სამხატვრო აკადემიიდან. ეს სამი კულტურის ესე იგი ინსტიტუტი თუ აკადემია ესე იგი ვაერთებდნენ და ნანა საწყალი გარდაიცვალა დემეტრაშვილი, საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი და პატრიოტი ადამიანი იყო ძალიან. გრიბოედოვის თეატრში დავდგით შვარცის არაჩვეულებრივი ნებგნავენა ჩუდო ხო არაჩვეულებრივი ხო სასწაული ხო. თავისუფალი დრო თუ გაქვთ, როგორ ატარებთ? იცით რა არის, თავისუფალი დრო მე არ მაქვს საერთოდ. ვინ არიან თქვენი მეგობრები? ყველაზე დიდი მეგობარი იყო მსისლავ რასტრაპოვიჩი. ესეთი საინტერესო ადამიანი, ესეთი დიდი პიროვნება არა მე არ მყოლია, ესეთი უბრალო, ესეთი მოსიყვარულე. აი ჩემს მიმართ რაღაც იყო, არ ვიცი, განსაკუთრებულად უყვარდი და ნუ არ ვიცი, გადაბმულები ვიყავით სულ. დიდხანს ვიარეთ საზღვარგარეთ, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ფესტივალზე ის იყო მთავარი მუსიკალური ხელმძღვანელი, მე ვიყავი მთავარი მხატვარი ჰამბურგში, ესპანეთში, რა ვიცი, საფრანგეთში, ყველგან, სადაც კი ესე იგი რაღაც დირიჟორობდა და იდმებოდა სპექტაკლი, ყველგან მე ვიყავი მხატვარი. მაგრამ ყვებოდა რაღაც სასწაულად, თვითონ ისტორიები ქონდა უამრავი და მე დიდი პიროვნება იყო. სოლჟენიცინი ხო მაგასთან ცხოვრობდა სახლში და ფურცევან უთხრა რომ დავარეკა და არ შეიძლება მაგის გამოუშვა სახლიდან. მიეცით ერთოთახიანი ბინაო და გავუშვებო. ბინას ვერ მივცემ, მე კიდე ქუჩაში ვერ გავუშვებო. მაშინ საზოგადოებრივად ვერ წახვავდო. თქვენ რატომ მიგძალავთ ესე იგი? რატომ თქვენ რო ესე გონიათ, რატომ გონიათ, თუმცა რატომ გონიათ რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრებაო სასჯელი არის. გაჩერდა. უდიდესი პიროვნება იყო. ბატონურას ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ მიდის და სადღაცა ერთი წუთი გრჩება. მე მინდა მითხრათ, აი რას ეტყოდით ჩვენს მაყურებელს, როგორ მოეფერებოდით? უბრალოდ რას ურჩევდით, რას უსურვებდით, როგორ მოეფერებოდით? ისეთ მე ძალიან გული მწყდება იმაზე, რომ მოგდებს ეს იცით ერთმანეთის სიძულვილი და ერთმანეთის შური და იმაშნია რომ სანამ ეს იქნება პროგრესი არ იქნება. არავით არ მთავრობა, არაფერი არ შეცვლის, იმიტომ რომ თუ ერთმანეთი არ შეგვიყვარდა, თუ ერთმანეთს არ ვაპატიეთ. პირველმა არ გადავდგი ნაბიჯი რომ იმას იცით, იმან დამიშავა, მაგრამ იქნებ მოდი რა. და ერთ მაგალითს მოვყვები, თუ შეიძლება. ირლანდიის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. და წმინდა პატრიკის ტაძარში მივედი და რამდენი რაღაცა ვთხოვე რომ იქ იახტაზე დამსვით მეთქი არ ჩემპიონებთან იქ რაღაცა და კიდე სვიფტის აპლაუზზე მემიყვანეთ მეთქი და თურმე იმაში ცალტარშია დასვენებული და იქვე მისი მეუღლე პატარა ის არის პატარა ოქროს ის არის რა ქვია წარწერა დავიჩოქე და წავუსიხელი იმიტომ რომ სვიფტი მონაწილეა ჩემ აღზრდაში და ბავშვობაში და გავიხედე აქ დიდი კარიბჭეა რაღაცა და ის არის რა ქვია შუაში არის გახეული რაღაცა ის შენგრეული და ვიკითხე რა არის მეთქი ეს და რემონტი გაქვთ მეთქი არა ეს ორი კლანი ერთმანეთში ომოდა და ამ კარიბჭის პატრონმა ამ კლანმა მოუკლა სხვა კლანს ბავშვი ბიჭი თუ რაღაც ის მოვიდა 300 წელიწადი მიდიოდა ეს ომიო ბრძოლა მათ ოჯახების შორის მე ის მოვიდა შეყო ხელიო შეანგრიევს კარიბიო შეყო ხელიო და ან მომაჭერით ან ჩამომართვით დამთავრდა და ქვეყანა ამაღლდა ამ ორი კლანის კიცერზე იდო ეს ყველაფერი ამის გამკეთებლები თუ ვართ
ძალიან მარტივია ხვალინდელი დღე ვაჩუქოთ ჩვენ უკვე მე პირადად უკვე წამსვლელი კაცი ვარ და მომავალ თაობას ეს დღე დამანახა როდესაც ეს შერიგება მოხდება რომელიც მოიტანს ქვეყნის ამაღლებას ნომურაზ უდიდესი მადლობა ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ მეც და ჩემო მაყურებელმაც მადლობა მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ რომ დაგთანხმდით და მე წარმატებებს გისურვებთ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის